გასახდელში მაღალქუსლებს სპორტულ ფეხსაცმელში ცვლიან. მოედანზე გასასვლელად ემზადებიან. მორაგბე გოგონების დილა მოთელვით იწყება. გუნდი ვარჯიშს შევარდენის საწვრთნელ ბაზაზე იწყებს. ყველაზე გუნდური თამაშისთვის გოგონების ნაკრები უკვე მზად არის. შეკვრა, შერკინება. შვიდქალა ნაკრები უკვე მერვე წელია ერთმანეთს მოედანზე ერკინება. გამარჯვებისთვის გასამრჯელოს არავინ უხდით. სამაგიეროდ ბურთის სიყვარულში ერთმანეთს ეჯიბრებიან. სტადიონზე ყველაფერი იცვლება. აქალური სისუსტე მოედნის გარეთ რჩება. მეც ჩემი პროფესია ერთი დღით დავივიწყე და შვიდქალას გუნდის წევრი გავხდი. ნაკრების უძველესი წევრი და გუნდის კაპიტანი ანი პოღოსიანია. მანაც თანაგუნდელების მსგავსად სპორტის სხვა სახეობებს რაგბი არჩია. თავიდან გოგოები, ხუთნი ვიყავით სულ რა, სულთლიანად, მაგრამ მე შემდგომ მოვიზიდეთ სხვადასხვა სპორტებიდან, ხელბურთიდან, ძლევოსნობიდან, ფეხბურთიდანაც, კალათბურთიდანაც და მოვიდნენ გოგოები და იზრდება ეს რაოდენობა და ძალიან კაია. აქ ყველა ერთმანეთის მეგობარია. რაგბის სიყვარულმა ისინი შეკრულ გუნდად აქცია. გამსო, მარო. ბოთუ, ნიგო, კიჭუ, წათო. ერთი მიზნისთვის გაერთიანებულ გუნდს გამარჯვების მოპოვება არ გასჭიროებია. სპორტულმა ჟინმა და თავდადებამ შედეგი გამოიღო. გოგონებმა ქართული დროშა ნორვეგიაში ამაყა დააფრიალეს. ესეთ შედეგი ჯერ არ მიუღწევიათ, წელს მივახციეთ პირველად, როცა ადივიზიონში დავიკავეთ მეოთხე ადგილიდან. კარგი შედეგი ნამდვილად. მორიგი მატჩის გასამართად გოგონები დუბაიში მიემგზავრებიან. ისინი ლელოს დასტადებად მზად არიან. ყოველდღიურ ვარჯიშს კი საკუთარი გუნდის გამარჯვების იმედით ასრულებენ.